დღე 57 ნინო მარგვალაშვილი ვარ და უნდა წაგიკითხოთ ისევ ლეო ლიონის იგავი კორნელიუსი აი ამ ნიანგზე კორნელიუსზე დავიწყოთ. როდესაც კვერცხები გამოიჩეკა, პატარა ნიანგი გამოცოცდა და დაიწყოს მდინარის ნაპირზე ხოხვა. მაგრამ კორნელიუსმა პირდაპირ ორ ფეხზე დაიწყო სიარული. რაც უფრო იზრდებოდა და ძლიერდებოდა, იშვიათად დადიოდა ოთხ ფეხზე. ის ხედავდა ისეთ რამებს, რასაც სხვა ნიანგები მანამდე ვერ ამჩნევდნენ. მე ბუჩქების იქითაც კი შემიძლია დანახვა, თქვა მან. მაგრამ სხვებმა უთხრეს. და რა? მე შემიძლია თევზების ზემოდან დავინახო, თქვა კორნელიუსმა. და რა? გაღიზიანებულებმა თქვეს ნიანგებმა. ხოდა ერთ დღესაც კორნელიუსმა გაფრაზებულმა გადაწყვიტა, რომ საერთოდ წასულიყო. დიდი გზა არ ქონდა გავლილი, შემოხვდა მაიმუნი. მე ორ ფეხზე შემილია სიარული, უთხრა ამაყად კორნელიუსმა. და შემიძლია რაღაცები შორსაც დავინახო. მე თავზე დგომა შემიძლია, უთხრა მაიმუნმა. და კუდით ჩამოგიდებაო. კორნელიუსი გაოცდა, აღფრთოვანდა. შემიძლია მეც ვისწავლო? იკითხა მან. რა თქმა უნდა, უპასუხა მაიმუნმა. გჭირდება შრომა და ცოტათი დახმარებაო. ხოდა კორნელიუსი შრომობდა, რომ ესწავლა მაიმუნის ეს ილეთი და მაიმუნი კიდევ ბედნიერი ჩანდა მას, რომ ეხმარებოდა ამ ილეთის სწავლაში. თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და ვარჯიშობდა. და როდესაც ბოლოს ნიანგმა ისწავლა თავზე დგომა და კუდით დაკიდება, კორნელიუსი ამაყად დაბრუნდა უკან მდინარის ნაპირზე. შეხედეთ, თავზე დგომა შემიძლია. და რა? თქვეს ნიანგებმა. და შემიძლია კუდით დავეკიდო, თქვა კორნელიუსმა. მაგრამ სხვებმა ესე უკამაყოფილოდ შეხედეს და გაიმეორეს. და რა? იმედგაცრუებული და გაფრაზებული კორნელიუსმა გადაწყვიტა, რომ ისევ მაიმუნთან დაბრუნებულიყო. მაგრამ წასვლისას როცა მოტრიალა და უკან მიეხედა, რა დაინახა? სხვა ნიანგები ერთმანეთზე ეცემოდნენ, იმიტომ რომ ცდილობდნენ, რომ თავებზე დამდგარიყვნენ და კუდებით დაკიდებულიყვნენ. კორნელიუსმა ჩაიღიმა. მდინარის ნაპირას ცხოვრება ახარასოდეს იქნებოდა ერთნაირი და ძველებური. ეს იყო და ეს დასასრული. კიდევ კაი მოიხედა და შეამჩნია, რომ თურმე რაღაც მხრივ ნიანგები ინტერესდებოდნენ, ვერ იჯერებდნენ, რომ სხვანაირად შეიძლებოდა, რომ ნიანგებს სხვანაირად ეცხოვრათ, არა, მაგრამ ერთი ნიანგი, რომელიც განსხვავებული იყო, რომელიც სულ ცდილობდა, რომ ახალი რაღაცები აღმოეჩინა და ისწავლა, ხო? მისმა აი ამ შეუპოვრობამ და წყურვილმა, რომ ახალი რაღაცები აღმოეჩინა, ახალი ილეთები ესწავლა, ახალი ადგილები მოენახულებინა, რეალურად მაგალითი მისცა სხვა ნიანგებსაც, რომ მათი ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და სახალისო გამხდარიყო. ის იყო და ეს გემში დავებით და შევხვდებით